ბატონო რეზო, რას გეტყვით? როგორია დღეს რალისთვის? იდეალური ამინდია, იდეალური გზაა. აკრიშკები როგორ აგაქვთ საბურავები? აკრიშკები არის იდეალურ მდგომარეობაში. ბატონო კახა, თქვენ რას გეტყვით? ამოხვიდოდით თქვენი მოტოგუცით? აჰა, ეგრე განაცხადა რომ დედას კი არ მოუწყნავდიო? გადახედეთ. საჭესანძის პროფესიონალი ძღოლი, მაგრამ რაც ვიგულისხმე ყველა მითის. და მივდივართ მეტრანახევრიან თორში Opel Astrid, Nokia-nis საბურავებით. გადახედეთ ხალხს. შეები აღარ არის. ფაქტიურად ჩვენ ვართ ტაიგაში. ეგრე. ფიქტიურად ვართ ცხვარკურიანში. და ვაფშე ცხვარჭამიაში ვართ, მაგრამ ზამთარში ცხვარჭამი არის ცხვარკურიანი. ზღვის დონიდან 1700 მეტრაზე ვიმყოფებით, ბატონებო. კაცი შვილი არ ყოფილა, ქალიშვილზე ლაპარაკი ზედმეტია. აქ რო ქალიშვილმა გაიაროს, კი იცით რაც მოხდება. აგე ორი ხმაწვილი მოდის. დაგვინახებს და დახლევდნენ. ოიცით რასაც იზავე. აქ რო ქალიშვილმა გაიაროს ამ სიცივეში. არის დაცვის ნაკვალები. და არის ერთი მურია დაღლი. დასავლია გვიზის პროფესიონალი ინსტრუქტორი კახაბერ ბიწაძე, ბადრი ბიწაძეს ბიძაშვილი. დაგიჭერენ. რას იტყვით ბატონო კახა? არაფერს არ ამბობს, აი კომენტარი ესეთი უნდა. გადავედით პირდაპირ. ძაღლ-ჯაჭვით აბავენ. მივდივართ, ესე იგი, ისეთ ადგილზე, სადაც ჯერ კაციშვილი არ ყოფილა, არანაირი მანქანით, აქ ადამიანის ფეხი არ მოხვდა რა. გადავიღოთ. აქ გადაგვაყრით ნამქერი გვაყრით ქერი გვაყრით შვილი გვაყრით კატოს, დამთავრდა ხაფა.